მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს უნდა ვნახოთ მძიმე დანაშაული. მეორე სეზონის უკვე მეხუთე სერია. წინა სერია საკმაოდ რთული საყურებელი იყო, იმიტომ რომ ცუდად ჰქონდათ დამეტანი საქმე ჩვენს პერსონაჟებს. Walt, Skylers, Jessis, განსაკუთრებით Jessis. და კარგად დაიტანჯნენ წინა სერიაში. იმედია ახლა შედარებით უკეთესად იქნებიან. სერიის თავს ნახავ Breakage. საინტერესოა. აუში. ამის პირველი სეზონის მეხუთე სერია ჩავთე. დავიწყოთ ყურება. ჟარი ორ წამში ერთხელ რეკლამას მიგდებს უკვე ეს საიტი. დავიდეთ. ასე ხო. როგორც წინაზე თქვი, დანიელა მესმის ცოტა Skyler-ის ჰეითერების, მაგრამ მე ეგრე არ ვარ განწყობილი Skyler-ის მიმართ. თუ ბოდიშით ახლა ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან უბრალოდ რომ Skyler-ი ყველაზე ცუდი პერსონაჟია, Skyler-ი ისე, Skyler-ი ისა, მაგრამ არა. ანუ უბრალოდ Skyler-ის გადმოსახედიდან რომ შეხედო სიტუაციას, საკმაოდ რთული ის არის რა, რთული მდგომარეობა. ამიტომ ხო. მძიმე დანაშაული მეორე სეზონის მეხუთე სერია 3, 2, 1 დავიწყეთ. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ახლა კიდე რაღაც საოცრება დასაწყისი თუ აქვს. ახტება. რა ხდება? Რა? თუ კბილები? რა? შესავალი ნაწილი რა თქმა უნდა მძიმე დანაშაულს საინტერესო აქვს ყოველთვის. Breaking Bad created by Vince Gilligan. თუ Gilligan როგორ ითქვა არ ვიცი. აი ეს ჯიასოს წაკითხვა ყოველთვის ეუცნაურებოდა, იმიტომ რომ ზოგჯერ გედი კითხება, ზოგჯერ ჯიდ. რა ხდება? კარგი, ჩვენ დიდი გზა გავიარეთ, Walt. და აი პირველი კურსის ბოლოს. მინდა გირჩიოთ, რომ ზომიერად ოპტიმისტურად განეწყოთ, ორ თვეში ისევ შევხვდებით, ნახავთ როგორ იქნებით და გადავწყვიტოთ რა იქნება შემდეგში. ამ დროისთვის თქვენი გოგონაც გაჩნდება, ხომ? დიახ. ეცადეთ კარგზე იფიქროთ. მალე თავს უკეთ იგზნობთ, თქვენ თავს დაევსგავსებით, თმაც ამოგივათ. გაია. მე უკვე მივეჩვიე, რომ თავი მუხლივით მაქვს. გეფიცებით ამის თქვა ვიდეო და უკვე მივეჩვიე და თავგადასული ვოლტის ყურებას. არა. მეუღლესთან როგორ
ნიდის საქმეები? კარგად. გულისხმობ, რომ ორივე დაკავებულები ვართ, მაგრამ კარგად ვართ. აბსოლუტურად. ყველაფერი კარგადაა. აბსოლუტურად კარგად არის ყველაფერი. ესე იგი, აღარ ველოდებით სადაზღვევოდან თანხას, ხო? დიახ, თვითონ გადავიხდი. ახლავე ქვითარს დავბეჭდა. მადლობა. ჩვენ ხომ ფასტაკლებაზე მოვილაპარაკეთ. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ განმეორება გააფორმოთ. კარგით. გილოცავთ. Hope is the best medicine. მადლობა. ხო, მაგრამ მაშინ MRT რატომ არ შეყვანილი? ამიხსენით განსხვავება დიაგნოზსა და გამოკვლევას შორის. დიახ, მაგრამ ეს ხომ ექიმმა თვითონ დანიშნა. გასაგებია. მაგრამ დასღვევამ ეს უნდა დაფაროს. რა თქმა უნდა დაფაროს. სამაგად, კარგით. მაპატიეთ, რომ ჩემი დახმარება ვერ შეძალით. ძაღლიშვილი. შენთან ერთად ვინმე მოწია? არა. საავადმყოფოთან გვითარი მოვიდა. მალე მოსულა. 3 ღამე $13,000 და ხურდები. იქნებ ეს დაფარონ გრეჩენმა და ელიოტმა. ვიზი შენ თვითონ გადაწყვეტ, მაგრამ გადაიხადონ. რა თქმა უნდა, გადაიხადონ. მე მოვაგვარებ. Вот. Очень фули. რაღაც ბევრი ლაპარაკის სურვილი საერთოდ არ მაქვს ამ სერიაში. სულ გახდა.
Okay. Oh, see, let's go. Then the house of Skyleri. It's a wow, this. ტუკო სალამანკას საქმეზე რაიმე წინსვლა არის? მკვდარია. ანუ მოკლეს. Mapati, it's a brilliant. არ ველოდებოდი. მადლობა რომ Ტუკო სალამანკას საქმეზე რაიმე წინსვლა არის? მკვდარია. ეთანოლით მოვაჭრებით. კარგია, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს. ელოდები ვინ დაიკავებს თბილ ადგილს და გააგრძელებს მის საქმეს. აქამდე არავის დაუკავებია. ახალი სახელი გაგმოჩნდა. ჰეიზენბერგი. ზუსტად. ჰეიზენბერგი. აჰა. მეც ეჭვი მეპარება. საიდან შეიძლება გეგოს? გამოიგონეს, მაგრამ სადღაც ვიღაცა მაინც ხარშავს ცისფერ აი, მე რომელიც ბოლო ხო, მაშინ ხო ყველასთან თქვა ჰეიზენბერგი ქვიაო. და შეიძლება გაიგონეს. კვებითი ჯაჭვის შეიძლება გაიგონეს კი არა, გაიგონეს, მაგრამ შეიძლება თითქოს ნებისმიერ რამეს კვეჩენ. იმიტომ რომ ზოგიერთ მათგანს შეუძლია ათასობით კილომეტრი იცუროს მსხვერპლის დევნისას. ხო? გამიგია. და შენ დიდი თეთრი ზვიგენი ხარ. რას ფიქრობ არბრუკერის განყოფილების 3 შტატის საზღვრის შტაბის მართვაზე? კარგად ჟღერს. პირველი რაც მინდა გააკეთო არის დროის განაწილება აქაურობასა და ელ-პასოს შორის. მადლობა. ჩემ გარეშე რას იზამგომი? აღვნიშნავ, შენი სახის ყურება არ მომიწევს კვირაში 6 დღე. მეგობა რომ ეტვინი და ძალა ვარ, თლიანი კომპლექტი. მიხარია რომ ჯერ არ მიჭამია. მიკვირს ასე ჭკვიანს ქალა რომ არ გიჭერს ტვინზე. ლანჩზე წავიდეთ, კი, იმიტომ რომ შენი ხდი. ქვემოთ შევხვდებით, ეცადეთ გზაში არ დაიკარგოთ. როგორ ხარ? ხო, მეც ცალია. ხო, ელ-პასოში. აი ისიც. გილოცავ ჰენკ. ნუ ჰენკს კაი რეპუტაცია აქვს აქ. თავის სამსახურში. ჰეიზენბერგის სახელი იციან უკვე. ნუ, მეც სახელი. არ ვიცი. რა ხდება? ჰენკ. ჰენკ. გაჯანდება იყო ეს სცენა. ურტყამს ორს მიწაში, ორს ტყეში და ამბობს. ცუდად გახდა, არა დაემართა. არ ცუდად რო გახდა, იქ ფაქტია, მაგრამ არა დაემართა. ო, ჯესი. გამარჯობა. მამაცი ხარ აქ რომ დაბრუნდი. ან იმაზე სულელი ვიდრე მეგონა. შეიძლება ორივე. აქ დარჩენილი თანხაა მანქანის გადაყვანისთვის, შეკეთებისთვის, გატეხილი კარისთვის, კიდევ დავამატე ავარიისთვის. ხო ხედავ. ტუალეტისთვის. ხომ გითხარი რომ მოგცემდი, მოდახნით რომ დავტოვო რამდენს აიღებ. რამდენს აიღებ ცოტა ხნით რომ დავტოვო.
5 მილიონს. კარგი რა. 5 მილიონს. და შენს დას. სერიოზულად ვამბობ, კარგი. შენახვის პრობლემა მაქვს. წინასწარ ვიხდი. იქნებ ფასზე დავილაპარაკოთ. 500 თვეში, კვირაში. რა. მართლა? ნახვამდის, მოიცადე. დამშვიდდი. არ აღელდე. რა იყო კი, მაგრამ 500 კარგად კვირაში. კარგი თანახმავარ. არა, კარგად არ შეგავს. დაივიწყე. კარგი რა მეგობარო. შენს ღობეზე გადმოსვლა ადვილია. შიგნით ჩაკეტილი. ჭიშკარში გასაღებს მოგცე. კიდევ მე თვითონ შემოსვლა და გასვლა რომ შემეძლო. ერთი თვის ფული წინასწარ და ფარეხში. მე შენ არ გიცნობ. არც ჯეკს ვიცნობ. ყიდი 9 წაიყვანე. იმაზე რა სიტყვი? ხათუს 9 მილიონა თუ. სერიოზულად? რა, მე დაინახა ის თემა. ჰა. ნუ არ კაი ის არის. პატარა, კარგი სატარებელი. მართალია საჭესთან არ დამჭდები. ხართ ხო? მაგრამ ზოგადად მაქნა კაია. მინდა გითხრათ რომ შესანიშნავი სახლია. მართლა საოცრებებში დაგაგონათ? გულისხმობ რომ ძალიან მაგარია. ზუსტად ისაა, რაც მე მინდოდა. სახს გიგო. ადრე სახლი მქონდა. ჩემი საკუთარი ბალახის გაკრიჭამ და ფოთლების მოგროვებამ დამღალა. გარებები სულ ახალია. ყველაფერი ახალი შეღებილია. ოღმერთო. ყველაფერი საჭირო აქ არის. მაო, კარგი კარა და საკაბელო ტელევიზია არის? კი, შემოყვანილია, დარეკავ და გააქტიურებენ. აბაზანა მშვენიერია. საძინებელი მშვენიერია. ხის იატაკზე ვგიჟდები. ანუ? დაინტერესდით? აუცილებლად. NPNS-ზე თანახმა ხართ? ყაცრავად რა. არ მოწევთ და ცხოველებს არ იყოლიებთ. მოწევა თუ გინდათ, გარეთ გადით. ნუ, მაგარია. გარეთ გასვლა კი ბატონო შეიძლება. ხელშეკრულების გასაფორმებლად მჭირდება ცნობა სამსახურიდან, ცნობა ხელფასიდან, ველი საცხოვრებელი მისამართით და მსგავსი რაღაცეები. თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დაგირეკავ. ხო, ეს შეუძლებელია. მე არ მუშაობ. დაუჯერებელია. მისმინე, მაშინ არაფერს არ ვაქირავებ. მისმინე, ფული მაქვს და ბინა მინდა ვიქირაო. თუ გინდა მთელი ცხოვრების მანძილზე. კარგი რა. მამაჩემს გამენასყრისები არ უყვარს. დამიჯერე. სახლი მისია, მე საქმეს მართავ. ნამდვილი საბუთები მჭირდება. ან წადი და სხვა მოატყუე. არსად არ მაქვს ასასვლელი. ეს ბოლოა. არაფერს არ ვტყუი, გაიგე? უბრალოდ ერთი შანსი მინდა. მისმინე, ჩემმა ნათესავებმა სახლიდან გამომაგდეს, ალბათ იმედს ვუცრუებ. ახლა ნონ-გრანტის თუ რაღაცა ეგეთის თანამშრომელი ვარ. მაგრამ იცი რა, კარგი ადამიანი ვარ და ბევრს მუშაობ. და გადაგიხდი ყოველ თვე და დათქმულ დროს. იმედს არ გაგიცრუებ, კარგი? იმედს არ გაგიცრუებს. მაგრამ გააჩნია მამამისი რა სიტყვის. ამ გოგოს მამა. ქირა გაიზარდა. ოღ, ვერც. $100 თვეში. ხელზე გადაიხდე. კარგი, არინანებ. მაგარი ხარ. მადლობა. და ბოლოს პირველი და ბოლო თვის ქირის გარდა კიდევ 2 თვის გადაიხადე წინასწარ. ვერც. DBS გამო უკან არ დაბრუნდება. კარგი არაა პრობლემა. DBS-ი არ არის პრობლემა. ეს წინასწარ გადახდა მაგარი გაქვთ რა. ვირინო იქნები. აუ. აქ ვცხოვრობ. მართლა? და არც იფიქრო რომ აქ მფლობელი ხარ, იმიტომ რომ არ ხარ.
ამ ყველაფერს დაარღვევ აქედან გაქრები. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სადაც არ უნდა იყო გიპოვიან. მართალია. მაგალითად ტუკო იყო ეგეთი. ყველაფერს შევავსებ, შენ უბრალოდ ხელი მოაწერე. რა ქვია? ჯესი. ჯესი ჯექსონი. ჯექსონი. მართლა? მერე რა? ჯესი ჯექსონი. მერი ხდება. რას აკეთებ? დრო გამყავს. შენი აზრით? ასაც ვიფიქრე. ლუდის მოხარშვა ეს ხელოვნებაა, მერი. დროა ის დავაფასოთ 2006 წლის შობა. მოდი დავაზუსტებ. ავად აღმოჩნდი. დაწინაურებიდან მეორე დღეს, იმიტომ რომ შენს გამოქვაბულში ლუდის ფესტივალი მოგეწყო. არ მესმის საერთოდ არ მესმის. მოდუნდი რა. მაგ სიტყვას ნუ მეუბნები ძალიან გთხოვ, ვერ ვიტან. უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ყველაფერი კარგადაა. ერთი დღის აღება შემიძლია. არაფერი ცუდი ამაში. ახლა კი წადი აქედან შენს ტკბილ უკანალთან ერთად. Thank. Ну, სერია ჯერჯერობით ნაკლებად საინტერესოა, სიმართლეს ვეთქვით. ვახ, შენი. Raptures. Opa. შენი პარტნიორი წავიდა. რა გეგმა გაქვს? ჩვენ უნდა მოვხარშოთ გეგმა ესაა. რატომ ხარშავთ მაშინ როცა ვერ ყიდით? Ну, რა ვიცი, არაფერს ჯობია. კარგი, რამდენს გაკიდი შენ, რამდენს ფიქრობ? თქვა დღე ვხარშავთ და ღამე ვყიდით. მეგობარო. რა, ტუკოსთან შეხვედრამდე ეს შენი გეგმა იყო, ხო? ასე აპირებდი მუშაობას? ხვდები რომ ახლახან ადრილელთან შედარებით მოგება ნაკლები იქნება, მაგრამ არჩევანი გვაქვს. პირველ რიგში არანაირი ჩვენ მე მარტო ვმუშაობდი და ვყიდდი მეთანოლს, ახლა კი საქმეა ჩემზე აღზრული. ხვდები? პოლიციას კონტროლზე ვყავა რაყვანილი. ეგეც მართალია. რაღაც ხურდების გამო თავისუფლებით ვერ გავრისკავ. სხვა გზა არ გვაქვს. არ ამგონია რომელიმე ჩვენგანი მზად იყოს ლოგინში ჩაუხდეს ახალ ტუკოს. ახალ ტუკოს, ეს უკვე ეგრეთ სახელი აქვს ასეთი. ვალები გაქვს?
ქირა პასუხისმგებლობა უფრო მეტი დავხარჯე ვიდრე მოვხარშე და დავიღალეთ ყვილად მუშაობით. გინდა გითხრა რამდენი დაგჭა? ქიმიოთერაპიის პირველი კურსისა და ყველაზე ძვირი ალიბის შემდეგ 0 არაფერი და არაფერი არ დამრჩენია ამ წამოწყებიდან. არაფერი ჩემი ოჯახისათვის, რომელიც როგორც იცი პირველად საზრუნავი იყო. მაგრამ ახლა პირსახოცის რინგზე დაგდების დრო არაა. რჩება ორი ვარიანტი. ან ისევ უკავშირდებით შემდეგ მკვლელს, ან შენ ყიდი, რამდენის გაყიდვაც შეგიძლია. კი. მესამე გზაცაა. აბა. და რომელი? ჩვენ ვიყოთ ტუკო. შუამავალი ამოვაგდოთ. ჩვენი თამაში დავიწყოთ. მოაპირებ, რომ ჩვენ ვიყოთ ტუკო. დანის წვერიდან ყნოს ვასაპირებ და შენი ქვეშევრდომების სიკვდილამდე ცემას, როდესაც ისინი გაგაბრაზებენ, მისმინე რამოდენიმე ტიპს ვიცნობ, კარგი? შემიძლია ქსელი შევქმნა. ჩვენ გავაკონტროლებთ წარმოებას და გავავრცელებთ. ამ გზით ჩვენ უკანა ფლანგზე დავრჩებით, სანამ უამრავ ყინულს დავამზადებთ. აქ მთავარი ფულის გაკეთებაა, ხომ? მილიონებით წამდე. არა. ეს არაა მიზანი. არა, ამის გაკეთება არ მინდა. შენზე ვინ თქვა? აუ. ამის მომხრე არ ვარ. არ მინდა ჩვენ საქმეში ვიღაც გაუგებარი პირების გარევა. არ ვუჭერ მხარს ამ გეგმას. უკაცრავად. რა? ეს თანამშრომლობაა, გახსოვს? მახსოვს. შენ ხარშავ, მე ვყიდი. შეთანხმება იყო ეს თავიდან. აჰა, კი. და არ უნდა შეგვეცვალა, იმიტომ რომ და პირველი ვეზირს შეცვალეთ. და არ უნდა ვარ მუხლებზე თავზე მოდებული იარაღით. სანამ შენთან არ დავიჭირე საქმე, გასაგებია? ნუ, სიმართლეს გეტყვი, ახლა ამჯერად თანმართალიც არ ხარ. ვოტი რო არა, სიკვდილამდე გცემდა ტუკო. კითხვაზე პასუხის გასაცემა და არაკომპეტენტური ვარ. და შესაძლებელია ზედმეტად ამბიციური ვიყავი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს აღარ განმეორდება. მართალია, იმიტომ რომ ან ვაკეთებთ ისე, როგორც მე მინდა, ან მე მივდივარ. ჯესი. შენ იმაზე მეტად გჭირდები, ვიდრე შენ მე. საღო? კარგი ჯესი. შენ იმაზე მეტად გჭირდები. ნუ, მე მგონი კი, სიმართლეს ამბობს. იო, სკინი პიტ, როგორ ხარ? სკინი პიტი პირველი სეზონიდან. მიხარია რომ გნახე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კარგი არჩევანია. მაგარი ბინა. იო, თავხო. გამარჯობა. მაგარი სახლია. ეკოც კაია. გამარჯობა. ექსკურსიას მოგიწყობთ მომავალში. ტელევიზორს აქ დავკიდებ, ალბათ 50 ინჩიანს. პლაზმა უფრო მაგარია ვიდრე LCD. ხო, მაგრამ პლაზმა იწვება. გამოსახულება უფრო მკვეთრია. შავი ფერი უფრო მკვეთრია. მალე საერთოდ 3D ტელევიზორებს გამოუშვებენ. აი მაგას ველოდები. პორნო მაგარი იქნება. 3D მკერდი პირდაპირ სახეში. აქ კი რამოდენიმე ანტიგრავიტაციულ სავარძელს დავდგამ, თქვენ რომ ბოლომდე ისიამოვნებთ. მაგარია ძმაო. 2005-ში თველოდებოდნენ 3D ტელევიზორს, 2026 ახლა. ფეშნიუს თემა მაგარია. და ვფიქრობ სანთლები ჩავამაგრო ყველგან და კუთხეში პატარა ფანტანი. ქალებს ძალიან მოსწონთ ფანტანები, სანთლები და ეგეთი რაღაცეები. აქ შენ სექს ფაბრიკას გახსნი. კარგი, მოდი საქმეზე დავილაპარაკოთ. იქ ყველაფერია თუ გინდათ. მეტი არაფერი გაქვს? მეც მინდა ყინულები კარგი იქნებოდა, არა. არ ვეწევი, არ ვსვამ, არ ვიკეთებ, ამ ყველაფერს თავისუფალ დროს გავაკეთებ. ახლა კი საქმეზე ვილაპარაკოთ. თანახმოწევა აგიგზავნეს. ასე რომ მისმინეთ. ესეთი საქმეა. მოგცემთ 30 გრამს და გაყიდით 2 ნახევრად. 2000 მე, 500 თქვენ. თქვენ არ გამოიყენებთ.
ყველაფერს გაყიდით, გასაგებია? 2530 გრამში, ხო, ძმაო, ქუჩაში 700, 800 ასე ღირს. ეს საუკეთესოა, ყველას მოუნდება მისი გასინჯვა. ან იყიდის კიდევ ვინმე, არა, ვერ იშოვი, მართალია. გაყიდე როგორც გინდა, გრამობით მთლიანად, მაგრამ ჩემი ფული მომიტანეთ მე. გასაგებია? 2 რამ არანაირი გამონაკლისი. მატყუებ, მიდიხარ, იპარავ მიდიხარ, თვითონ მოიხმარ მიდიხარ. ოჰო. გაიგე, ბიჭო, თვითონ მოიხმარ მიდიხარ. თახო. რას გაძლევთ? დიდ შანს. ზუსტად. კარგი, ჩვენ სულ ქვედა დონეზე ვართ, ჯენტლმენებო. თქვენი წარმატება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მიდი მოიტანე. აქ არა, საიდუმლო ადგილებზე. შეგატყობინებთ ხოლმე, კარგი? მაშინ ჩემს ზარს დაელოდეთ. პროდუქტი ძალიან მაგარია. ასე რომ მალე უნდა გაყიდოთ. და სწორად. კი. პროდუქტს ყოველთვის მოგაწოდებთ. კარგით, კარგით, ახლა ვიმუშაოთ. ესეც ფლინი. იქ ხომ მიყრუებულია? ესე წელი ოჯახი შეიკრიბა. კაცრავად. სამხრეთ-დასავლეთ პალიზია. ლამაზ ხერებაში ხარ, სხვათა შორის. გადაყოფხარ. მექსიკურ ჯოჯოხეთში. ადამიანის თავები იქ ყველგანა. კარტელები ყველგან ადამიანის თავები. ვაუ, სკაილერ უკვე ძალიან დიდი ბუცელი გიხდა. რამდენი ხანი იქნება მე ეს? მათ მოსაგრებლად გამგზავნია. არა, ალბათობით მათ ხელწერა აქვთ ეს. იმავე დღეს ხდება წინა სერია და ეს. ვაშინგტონში რომ გადაყავდე, ხარს დაგიჭერდი. სამსახურში იჯდებოდი მშვიდად. რამდენიმე წელში კი მშვენიერ სახლს ვიყიდე. იმავე დღეს რა? ანუ დაახლოებით. წინა სერიის დასასრული, აი მე ჰენკ. წინა სერიის დასასრული და ამ სერიის დასაწყისი ერთი დღე იქნება. ინტერნეტში ვაშინგტონის უძრავი ქონების ძალიან მაგარი საიტი ვნახე. იქ რაღაც სხვანაირადაა. კულტურა სხვანაირით. მელინდეს ველაპარაკე, ჰენკის ბოსის წელს. ჩაფხუტივით ვარცხნილობა და პერმანენტული მაკიაჟი აქვს, მან თქვა რომ ვერ ბოდიში მომიხადე. ოპა. რა? სიტყვასაც არ მოვისმენ, სანამ ბოდიშს არ მომიხდე. პირდაპირ უთხრა. რისთვის? ძალიან კარგად იცი რისთვისაც მე. მართლა არ ვიცი, შენ ტყუილებისთვის, ქურდობისათვის. კი. გაიხსენე? კი. შენ რა მართლა გიგონა რომ ყველაფერი ასე უცბად დაგვავიწყდებოდა? ანუ ხო, შენთან ერთად ვერ დაივიწყე. ბოდიში ვოლტი დაკარგული იყო და მაგ დროს სამის ლაპარაკის დრო არ იყო. თვითონ თქვა სკაილერმა. ან არასოდეს იქნება ძველებურად. რატომ სჯი? თუ პატივს არ მცემ, ბოდიშის მოხდა საკმარისია. სიმართლე მითხარი და მერე. მიდი მე ახლა. სერიოზულად. ფაქტია მაღაზიიდან იპარავდა ატყუების კაის. ჩემი დამჭირდება. მიდი. აპატი. ეგრე რა. შეხვდეთ ახლა. აპატი.
ან არ შეერხვით დეტალები გაინტერესებს? უყურეთ აბა რა. ერთმანეთს. არ მოგიყვები ღამე არ დაგეძინება. უარესებიც ექნება დანახი. შეგეშინდა? თან როგორ? მერთა. მაგრამ შენ მასზე სწრაფი იყავი. ხომ ხედავ აქ ვარ. ეს როლე და თვალი არ დაგიხამხამებია? შვილო. ტუპოზე უყვება? არაფერია. ეს იცი რას გავს, მაგალითად მაცივიდან ტარაკანა გამოძრა. რას იზამ? გაჭყლეთ და მორჩა. ვოლტი საიდან გაგოშტენდა. ჩდებიან? დამნაშავეები, რომლებსაც შენ იჭერ. როგორ ხდებიან დამნაშავეები? როგორც შენ. მეგობრა რო ისიც ვკითხე ტარაკნები საიდან ჩდებიან. ნუ ხო, ანუ ერთი რაც მარტივი ვიცი, კითხვა რომ ძალიან არა. ბევრნი არიან. დამნაშავეები სხვადასხვა მიზეზით ხდებიან. სამფეხარეშოში მინდა. ზოგი გასამართლებელი მიზეზით, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, როგორც ვოლტი მაგალითად. უბრალოდ თავის სარჩენად. ზოგიერთი მანიაკები და უბრალოდ პირვოზიანები ხალისის პონჩი ხდებიან დამნაშავეები. კიდე ერთი სიმღერა, მუსიკა, სიმღერა. სუგოგოები რო ყიდულობენ. რა კაცებიც. დასკვირილები. გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ. პოლიციელები. რა? ოჩ. კარგად მიგაცნობა, ეს ვინ? რა? მიკაიფებით? Smas, kinipits, ხელი დააკარი. კარგი, ეს სერიალი შედარებით დასაწყისში ცოტა მოინტერესო იყო ესე პირველი 10 წუთი, მაგრამ მე ნელ-ნელა საინტერესო გახდა. დარწმუნებული არ ვიყავი რომ შენ იყავ. ახალი მანქანაა? ხო, ვცდილობ შესამჩნევი არ ვიყო. ეს არ ხტუნაობს? ხუთმეტია. შენი ნახევარი, აი ამაზე ვსაუბრობ. ინებეთ. ხმერთ. კაი ბიჭი ხარ. მოდი ერთად დავითვალოთ, კარგი?
ნახევარი კილო მოგეცი. 30 გრამიდან 2000 ვიღებთ. თითო 1000. 16 ჯერ 30 16 ჯერ 1000 16000-ია და არა 15000. პრობლემა შეიქმნა. პრობლემა? ხო. ერთი გამსაღებელი ნარკომანებმა დაიჭირეს და 30 გრამი წაართვეს. მაგრამ არა უშავს. ანუ შენ ამბობ რომ შენი მორბენალი დაიჭირეს? ანუ შენ დაგიჭირეს. მაგრამ ყველაფერი კარგადაა. კარგი ახლა ვოლტ 15000 ჩვეულებრივი ამბავია როგორც მაღაზიაში გამეუტყდებათ. და ფიქრობ რომ ეს მისაღებია? ეს ბიზნესის ფასიაო. 1000-ის გამურაზდები, მის მინე მე მხოლოდ ქიმიკოსი ვარ, ქუჩის საქმეები არ მეხება. ხო და ნუ გაქვს პრეტენზია რაც ვიცი იმაზე. მაგრამ ეს შენი საუბარი თავის მოტყუებაა. ერთი ოფიციალური სახელი შემიძლია შემოგთავაზო. არამდგრადი ბიზნესი მოდელი. რატომ ხარ ესეთი პესიმისტი? დღეში 6000 შოულობ და რითი ხარ უკმაყოფილო? ხო რა. რა იქნება მაინც, როცა ამ შემთხვევაზე სხვები გაიგებენ და ყველა მასე მოიქცევა. როცა ყველა გაიგებს, რომ თვით ჯესი პიკმენის გაქურდვა შეიძლება. და თან დაურჩელი დარჩებიან. ფიქრობ, რომ ტუკო ამას გაუშვებდა? შეიძლება კი, მაგრამ ამის გამო ვიღაც ყოველთვის ისჯებოდა. სიმართლე ხეს ტუკოს თავისიანებს ჭირდა. როდესაც ჯესი თავიდან ფაქტობრივად. ახში. შენ 15 მიიღე, რომელზეც გუშინ ვერც კი ოცნებობდი. ფულს ტეხავთ და რა თქმა უნდა ჩავარდნები არის. ბიჭები, მთელი მონდომებით ცდილობენ. ასევე მეც, შენ კი ღამე გძინავს ელიტარულ კვარტალში შენს მშვენიერ ოჯახთან ერთად. რატომ არ შეგვიძლია ესეთი სულელებზე გამეძებას? შენ ხომ თვითონ გაანაწილე ჩვენი მოვალეობა. ოჯახთან თვითონაც აქვს პრობლემა, მაგრამ მართლა რა უნდა ჯესი აშკარად უფრო დენჯება ვიდრე ვოლტი. სერიოზულად 1000-ის გამო ნუ პანიკებს ნუ ეწყო. ანუ მესმის ნერვიულობს, მაგრამ მაინც ახლა ჯესი უკეთესად იცის და ხოდაც უნდა მაინც იმაში რო იცის. და თან ტუკოზე ცოტა სხვანაირად არის. უკაცრავად. თავისიანები ისჯებოდნენ მარტო. ჯესი როცემა მაშინ ფაქტობრივად ეგეც თავისიანი იყო. რა სჭამ? პანინის საყინულეში კიდევ არის. ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ რომ არ უნდა გვეყიდა. მართლა? ძალიან მომინდა. როცა ძალიან გინდა საზიანოს ჭამაც შეიძლება. ფეხზე მეტრო ხარ ცოტა შეიძლება თავის შეკავო, მაგრამ სად არის ჯუნიორი? საერთოდ. ვისთან ერთად? ლოისთან ერთად. სად შეირნობს? სადღაც, არ ვიცი. 9-ზე დაბრუნდება. უბრალოდ ვიფიქრე იქნებ ცოდნო და სადაა ჩვენი შვილი. და შენ? რატომ გონია რომ მარტო მე უნდა მიხვედო? კითხვა თუ გინდა, უოლ დაურეკე და თვითონ კითხე. შეიძლება ამაზე გაქვს პასუხი. აჰა. შეიძლება. შეიძლება. მაგრამ მეორე მხრიდან თუ შევხედოთ. არა. იქნებ აფექტის მდგომარეობაში მოწია. თერი პაჩკა. ახსნა მინდა. კარგი რა. რატომ მოწიე შენ ხომ ფეხმძიმედ ხარ? სამნახევარი სიგარეტი ბავშვს ზიანს არ მიაყენებს. სამნახევარი სიგარეტი თერი პაჩკა დაცლილი. სამნახევარი და მორჩა, დანარჩენი გადავყარე.
და დარწმუნებული ვარ ძალიან ანუ, გაგიჟებდება. კაი, გეტყვი, თუ ვერ რომ ატარებ. ძალიან ბრცხვენია. სკაილერ. ეს მართლა ცხენია რა, ეს მეც შენი მეჭერა. არ გგავს. და როგორ მიხვდი? არ მინდა, მადლობა. ნაწილია. ეგ ვიცით. მაგრამ მე მგონი მართლა მაგამდე უნდა გაგრძელდეს ეს ოჯახური პრობლემები, სანამ არ გაიგებს სკაილერი სიმართლეს. ეგ რას ეკითხი? ჰენკ, ვოლტი მივა ახლა? სკაილერი მივა? ვინ მივა? ვოლტს და სკაილერს ეს არ გავს. რა ხდება? რას მერტო შემოხენგარ. აშკარად პრობლემები გაქვს. ო, ჩისისთან. მე უცებები და ჰენგთან ვიდიოდა. სამომშვიდობის. ნუ მედია პოდიშს მოიხდის, სანამ ის ეს გავს. სიტუაცია უნდა მოვაგვარო. რა, ვოლტ, კაი რა. ანუ მესმის რომ ყველა მოწმის ისეთი მოწმის დახოცვა გინდა ვინცაც შეუძლია რომ ჩაგიშას. ajaran.com-ის მიერ. გადააგდებს მაგის მერე იპოვიან ისინი. რატომ? ხო ჭირდებოდა რაღაცისთვის. რატომ? არის ჰინგზი აშკარად იმოქმედა სერიოზულად ამ თემამ. ახლა თან რაღაცა შევამოწმებ, თან ვილაპარაკებ. ესე იგი ეს იყო ავატარი კი. ესე იგი ეს იყო მძიმე დანაშაული. მეორე სეზონის მეხუთე სერია. აი სერია იყო საინტერესო, მომეწონა. თუმცა შედარებით საშუალო იყო რა, არ ვიცი, ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა ბოლოს. ნუ ისევ განვარცხდეს ვოლტის და ჯესის თემა. ჯესმა წამოიწყო ახალი ბიზნესი, რაც შემდეგ ასაკურად საკმაოდ წარმატებით მიდის, ანუ ხო 15,000 იშოვა. ანუ უბრალოდ 30 თუ არა, რამდენი იშოვა? აი, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ვის რამდენი პროცენტი შეხვდა, მაგრამ ვოლტს შეხვდა 15,000, 16 უნდა შეხვედროდა, მაგრამ 1000 ვინ დაეძებს? ვინ დაეძებს და ვოლტი, მაგრამ მაინც ახლა მეტნაკლებად წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა, რაც საკმაოდ კარგია. ცოტა არ მომწონს ეს ვოლტის დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ ახლა კარგად მესმის, იმიტომ რომ ანუ ის არის
ოჯახის გამო. არ უნდა რომ ვინმე საფრთხეში ჩააყენოს. ტუკოს ამბავი კარგი მაგალითი იყო მაგის, რომ ვინმე შეუძლია ზიანი მიაყენოს თავის ოჯახიდან. სრულიად შემთხვევით. და ამიტომ თავს იკავებს მაინც ასეთი რაღაცებისგან და თავს იკავებს ერთი და მეორე ის, რომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ არავინ შეამჩნიოს და ხო. რაც შეეხება სკაილერს და მერის, მერიმ როგორც იქნა ბოდიში მოიხედავთ ის მე. ძალიან კმაყოფილი ვარ. იმიტომ რომ სიმართლეს გეტყვით, ცოტა არ მომწონდეს, ანუ კი, სკაილერის მხრიდან ულამაზოდ გამოვიდა, რომ უკან აბრუნებდნენ იმას, რა ქვია, ტიარას, გვირგვინს, მაგრამ მერის მხრიდან ერთი მხრივ უფრო ულამაზოდ გამოვიდა, რომ ატყუებდა და პირდაპირ კითხა იპარავდა, რაღაც ხუმრობები დაუწყო და უცნაური მიზეზების მოფიქრება და რა თქმა უნდა არ ესიამოვნებოდა სკაილერს ეს ყველაფერი. ასე რომ ხო, ასეთი ამბები იყო. სკაი და ვოლტი ისევ ჩხუბობენ, აი ეს დამოკიდებულებაც არ მომწონს. ახლა ბოდიში ძალიან გადავუარე სკაილერს, მაგრამ ეს დამოკიდებულებაც არ მომწონს სკაილერის, იმიტომ რომ ფეხმძიმედ ხარ და ეწევი. ნუ იმედია მართლა ნანობს, როგორც თქვა თვითონ. დიდი ალბათობით მართლა ნანობს, იმიტომ რომ ისეთი ტიპი არ არის ეხლა რა. შეცვლილი არის კი პირველ სეზონში სულ სხვანაირი იყო, მაგრამ თად ისეთი ტიპიც არ არის, რომ ფეხებზე დაიკიდოს, უცელში რომ ბავშვი ყავს და მთელი პაჩკა სიგარეტი მოწიოს. მაგრამ ხო. ასე თუ ისე მეტნაკლებად ნორმალური სერია იყო. ნახოთ, როგორ წავა საითკენ წავა ეს ყველაფერი. დაგემშვიდობებით ახლა იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. მადლობა ყველას, გნახავთ შემდეგ ვიდეოში, კარგად ბრძანებოდეთ.